მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ჩვენი კომიტეტის წევრებს, დეპუტატებს, მივესალმები ასევე ჩვენი კომიტეტის გარდაესწრებიან დეპუტატები. მადლობა მოგზაურობისთვის, მივესალმები აპარატის თანამშრომლებს, დამსწრე საზოგადოებას. დღეს ჩვენ გვექნება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წარმოდგენილი გაქვთ თითოეულ თქვენთაგან სამი საკითხი განსახილველი. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ რიგითობა შევცვალოთ. ასეთ შემოთავაზება მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები განვიხილოთ თავდაპირველად პირველ-მეორე საკითხად და შემდგომ მოусმენთ ბატონ ირაკლი ბერაიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილეს, რომელიც წარმოადგენს ანგარიშს. ვინ არის მომხრე, გთხოვთ დამიდასტუროთ. დიდი მადლობა. წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონური ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც ახლავს ასევე თანამდები კანონპროექტები. აღნიშნული კანონპროექტი წარმოდგენილია დაჩქარებული წესით, მოხსენებელი გახლავთ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. პირველი მოსმენაა და გთხოვთ წარმოადგინოთ არსობრივ დონეზე. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში შესატანცვლილებებს. კანონპროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უქმდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად მისი აპარატი. ვიდრე თვითონ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ვისაუბრებდე, მე მინდა მოკლედ შევეხო ზოგადად ამ სტრუქტურის, ამ კოორდინირებელი ორგანოს შექმნის, ასე ვთქვათ, ისტორიას. პირველად ასეთი საკოორდინაციო მექანიზმი საქართველოში ჩნდება 1992 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მისი ძირითადი ფუნქცია, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, მდგომარეობს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ინფორმირებაში, იმისათვის, რათა მათ მიიღონ გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც შემდგომში სჭირდება შესაბამისი ფორმალიზება. 2018 წლამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს სახით არსებობდა საქართველოს პრეზიდენტთან სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობდა როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე, ისევე ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობის თემაზე, თუმცა 2013 წლიდან, როგორც მოგეხსენებათ, შევიდა ძალაში ახალი კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის შესაბამისად მთავრობის და მისი თავმჯდომარის პრემიერ-მინისტრის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების სფეროში გაზრდილი კომპეტენციიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე, 2014 წელს შეიქმნა და ამოქმედა კრიზისების მართვის საბჭო და მისი შესაბამისი აპარატი, რომელმაც 2017 წლამდე იარსება. ამ პერიოდში არსებობდა რეალურად ორი საკოორდინაციო მექანიზმი. ერთი იყო პრემიერის სათათბირო ორგანოს სახით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ხოლო მეორე კონსტიტუციური ორგანო ეროვნული უშიშროების საბჭო. 2018 წელს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებიდან კვლავ ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური მოდელი, რომლის შესაბამისად საქართველოს გადავიდა სრულიად საპარლამენტო მმართველობაზე, სადაც გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო როლი მთავრობაზე და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენცია მოიცვა და დაფარა საქართველოს მთავრობამ და კერძოდ პრემიერ-მინისტრმა. აქედან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო გაუქმდა და დღესდღეობით კონსტიტუციაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმი არ არსებობს. თუმცა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობდა მანამდე მთელი ათეული წლების განმავლობაში და ეს საკოორდინაციო მექანიზმები უზრუნველყოფდნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ინფორმირებას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მთავრობის და შესაბამისად პარლამენტის მხრიდან, რომ მაინც შექმნილიყო ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მოახდენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას. სტრუქტურა დღესდღეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიცავს და ფარავს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შემავალი მინისტრების იმ ბლოკს, რომელიც განეკუთვნებიან უსაფრთხოების სფეროს და ამავდროულად მასში შედიან სახელმწიფო სპეციალური დანიშნულების დაწესებულების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. ანუ სრულიად დაფარული ეს უწყება გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით, განსხვავებით მაგალითად უშიშროების საბჭოსაგან, სადაც მასში გაწევრიანებული არიან ხოლმე ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც თავიანთი ინსტიტუციური მდგომარეობიდან და სტატუსიდან გამომდინარე ასევე უზრუნველყოფენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ინფორმირებას. უსაფრთხოების საბჭოს მსგავსი მექანიზმი ეფექტურია, რასაკვირველია იმ შემთხვევაში,
როდესაც ისინი ის არის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება პრეზიდენტთან, ვინაიდან პრეზიდენტი გარდა იმისა, რომ იღებს უმაღლეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მის ფორმალიზებას თავის გადაწყვეტილებებში ერთპიროვნულად აფორმებს ასევე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში და ზოგადად უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი მოდელი კონსტიტუციური გახლა, საკანონმდებლო გახლავთ ის, რომ ის უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას და მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობის ფორმალიზება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და მთავრობა თავის მხრივ თვითონ წარმოადგენს საკოორდინაციო მექანიზმს. შესაბამისად, ის უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება სამთავრობო სტრუქტურებს შორის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის მიწოდება, ასევე შესაძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს მთავრობის მიერაც განხორციელდეს. სწორედ ამ ლოგიკის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რომ დამოუკიდებელი ახალი ქვედა საკოორდინაციო მექანიზმის არსებობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სახით აღარ არის საჭირო, ვინაიდან ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში უნდა აისახოს ეროვნული დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებში, მიიღება ან პარლამენტის მხრიდან, ან საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამავდროულად მინდა შეგახსენოთ მისი სტატუსიც, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტატუსი, ის გახლავთ პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და სათათბირო ორგანოების შექმნა მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ცალკეულ საჭირო საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი სპეციალური საკანონმდებლო დანაწესის გარეშე, როგორც პრემიერ-მინისტრს ინდივიდუალურად, ისე საქართველოს მთავრობას კოლექტიურად. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან, რასაც შედეგად მოყვება ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის როგორც საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციაც. კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა შექმნის სალიკვიდაციო კომისიას. სალიკვიდაციო კომისია განსაზღვრავს უფლებამოსილ ორგანოებს, ვის შორისაც გადანაწილდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები, ისევე როგორც ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფი ფუნქცია, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნიკურად აღჭურვილ სტრუქტურას, ესე ვთქვათ, სიტუაციურ ოთახს, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების დროს ამ სიტუაციების, ასე ვთქვათ, ელექტრონულ დონეზე მართვას და მის პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომლებისთვის კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოსოდენობით და ეს იქნება მთლიანად ამ კანონპროექტის ძირითადი კანონპროექტის სიდია. ამ კანონპროექტს თან ახლავს სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილება, რომელიც სრულად ამ შინაარსიდან გამომდინარე ხორციელდება, ვინაიდან ცალკეულ კანონებში გახდათ მითითებული ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი და შესაბამისი მითითებების ამოღება ხდება. საბოლოო ჯამში დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სივრცე, რომელიც დღესდღეობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აქვს დაფარული, ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს არ რჩება ღიად, ის სტრატეგიულ დონეზე, ან ოპერაციული გადაწყვეტილებების დონეზე გადანაწილდება მართლწესრიგის სფეროში მოქმედ სამინისტროებსა და სპეციალური დაწესებულებებს შორის, ხოლო საკოორდინაციო მექანიზმს ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა როგორც კოლეგიური ორგანო ისე შეითანხმებს. მადლობა ბატონო ვახტანგ, საკმაოდ დეტალურად, ამომწურავად ვფიქრობ, რომ წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი. დეპუტატებს ვთხოვ კითხვა თუ გაქვთ. კი ბატონო თექს. კითხვები არ არის, როგორც გამოჩნდა და მოსაზრება მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი სპეკულაციური მოსაზრებები მოვისმინეთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც არ არის მართებული და მინდა ეს უყურადღებოდ არ დარჩეს. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღების თქვენც აღნიშნეთ. მიღების დროს დიდი დებატები გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ თვლიდნენ, რომ ეს ორგანო უნდა ყოფილიყო კონსტიტუციური ორგანო. მაგრამ მაშინ ჯერ კომისიამ და შემდგომ პარლამენტმა დაიცვა თავის პოზიცია, რომ საპარლამენტო მმართველობის დროს თითქმის ზედმეტი მეხუთე ბორბალი არის ასეთი ფუნქციის არსებობა. თვითონ თუ ჩვენი კონსტიტუციის სტრუქტურას დავუკვირდებით, იქ არაფერი არ არის ამის თაობაზე, თქვათ, რომ ეს არის კონსტიტუციური ორგანო.
პრემიერ-მინისტრს აქვს გარკვეული ისეთი ტიპის უფლებამოსილებები, რომელიც მყისიერად შეძლებს რეაგირებას თუ საომარი მდგომარეობა არ არის და საგანგებო მდგომარეობა არ არის, არის თქვათ ტექნიკური კატასტროფა ან არის ბუნებრივი კატასტროფა, პარლამენტის თანხმობის გარეშეც კი შეუძლია თქვათ თავდაცვის ძალები გამოიყენოს მისი ლიკვიდაციისთვის. რა თქმა უნდა, იქ ჩამკეტი მექანიზმიც არსებობს. პარლამენტი მართალია თანხმობას არ აძლევს, მაგრამ თუ რამე საეჭვოს იგრძნობს, მას აქვს უფლება შეწყვიტოს ეს თავისი გადაწყვეტილებით. ამდენად თვითონ სტრუქტურა კონსტიტუციაში ისე არის მოწყობილი, რომ მართლაც არ საჭიროებს ამ საკითხებს. მე იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ სათათბირო ორგანოა ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის და ის რა თქმა უნდა გადაწყვეტილება უნარიანი არ არის. თუ რაიმე ტიპის აქტი იქნება მისაღები არ გულისხმობს საგანგებო და საომარ ვითარებას, იქ ცოტა სხვა ვითარებაა კონსტიტუციურად, მაინც მთავრობის გადაწყვეტილება იქნება საჭირო ამ აქტის გამოსაცემად. გნებავთ არ გნებავთ, მაინც მთავარი კოორდინატორი და გადაწყვეტილების მიღები მაინც მთავრობა არის. ამდენად ჩემი აზრით გადაწყვეტილება სწორია და თვითონ კანონმდებელმა თავის დროზე, როდესაც კონსტიტუციას იღებდა, ჩათვალა, რომ ეს კონსტიტუციური ორგანო არ უნდა ყოფილიყო. ამდენად განვითარების ამ ეტაპზე როგორ ჩათვლის პარლამენტი საჭიროდ იმ ორგანოს შემოიღებს ან არ შემოიღებს. მომავალშიც თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემოიღებს ან არ შემოიღებს. იქ სადაც ჩვენ ჩაკეტილი ვართ გადაწყვეტილებების მიღებაში ასე და ვთქვათ ხერხემალი არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონერებისა, ის პირდაპირ არის კონსტიტუციაში მითითებული და ეს ორგანოები პირდაპირ არის ჩამოთვლილი კონსტიტუციაში და ის ხელშეუხებელია თუ რა თქმა უნდა კონსტიტუციაში ცვლილებას არ შეიტან. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოხტომა არის ან უცოდნიერობით გამოწვეული ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის, ან რაღაცა სხვა მიზნები ამოძრავებს და ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია, გამართულია და საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო ასე უნდა ფუნქციონირებდეს. ამას მეც მოუწოდებ ჩემ კოლეგებს, რომ ხარი უნდა დაუჭიროთ. მადლობთ. მადლობა ბატონ თენგის კომენტარისთვის და საინტერესო მოსაზრებისთვის. თუ მეტი კითხვები არ არის, კარგით, კითხვები არ არის, პირველი საკითხი განხილულია. ბატონ ვახტანგ, გთხოვთ მეორე საკითხზე თქვენს წარმოადგინოთ. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტების, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ და სხვა გამომდინარე კანონპროექტები. გთხოვთ წარმოადგინოთ. ესეც არის დაჩქარებული წესით. დიახ, ეს საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა და გარკვეულწილად წარმოადგენს თამდევ პაკეტს იმ საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ არის პარლამენტში ინიცირებული და გულისხმობს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად დაზვერვის სააგენტოდ, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების რაობას, მათ ადგილს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსაზღვრავს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონი. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, რომ მხოლოდ სამინისტროს სისტემაში შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც უკვე მესამე მოსმენით იქნება ამ კვირას განხილული, ივარაუდება და მოიაზრება დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ანუ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ჩამოყალიბება. შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში, ისე როგორც მის თამდევ კანონში, რომელიც უკვე ინსტიტუციურ დონეზე გაითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შექმნას, არა მხოლოდ სამინისტროების, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებების სისტემაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილების ცალკე ცვლილებად გამოტანა განპირობებულია იმ პროცედურული წესებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული და გულისხმობს იმას, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეეხება მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ იქნეს ინიცირებული, თუმცა შინაარსობრივად აქ იმ გადაწყვეტილების საკისებური ასახვაა, რომელიც თქვენ მიერ უკვე ორი მოსმენით მხარდაჭერილი და მიღებულიც არის. მადლობა ბატონო ვახტანგ, ჩვენ მესამე მოსმენითაც განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტი ჩვენმა კომიტეტმა. კითხვები ხომ არ არის?
კითხვები არ არის, მეორე საკითხის განხილულია. მადლობა გთხოვთ დავწერდეთ. ჩვენ მესამე საკითხი გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელსაც წარმოგვიდგენს ბატონი ირაკლი ბერაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. გთხოვთ ბატონო ირაკლი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ის ნაწილი, მოხსენების ნაწილი გვექნება მოვისმენთ ამაც ეს იქნება ღია ნაწილი, ხოლო შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმი ტრადიციულად ჩვენ როგორც ამას ვაკეთებთ, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე და კითხვა-პასუხიდან გამომდინარე, ჩვენ დავხურავთ შესაბამისად. მადლობა. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მადლობთ ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო მექანიზმების შესაბამისად წარმოგიდგენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს, რაც მოიცავს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, ისევე როგორც მათი პრევენციის და განეიტრალების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას. 2024 წლის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების და არაპროგნოზირებადი გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს მიმართ შენარჩუნებული, ხოლო რიგ შემთხვევაში გაზრდილი იყო საფრთხეების დონე. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, ასევე ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ზრდის დაპირისპირების გლობალურ მასშტაბში გადაზრდის რისკს და კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რაოდენ მყიფეა ჩვენი უსაფრთხოების გარემო და როგორ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში გვიწევს ეროვნული ინტერესების დაცვა. მზარდი გამოწვევების მიუხედავად სამსახური წარმატებით ახდენს გარეთ თუ შიდა წარმოშობის საფრთხეების პრევენციას, აღკვეთას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობას. სურს ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა დაუდასტურო ჩვენი უწყების პირად შემადგენლობას, ოფიცრებს, სამოქალაქო პირებს, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების დაცვას. ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება მაღალკვალიფიციური და საიმედო ადამიანების ხელშია და მას ყველაზე ღირსეული პროფესიონალები იცავენ. საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ოკუპაციის თამდევი პროცესები წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად 2024 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები, კვლავ ჰქონდა ადგილი უკანონო დაკავებებს და ეგრეთ წოდებულ უკანონო ბორდერიზაციას. ანექსიური პროცესების ფარგლებში აფხაზეთში რუსეთი ცდილობდა თავისი მოქალაქეებისთვის ადგილზე უძრავი ქონების ყიდვის უფლება მოეპოვებინა და პრივილეგიები დაეკანონებინა რუსი ეგრეთ წოდებული ინვესტორებისთვის. დღის წესრიგში ასევე იდგა როსგვარდიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმების გაფორმების საკითხი, თუმცა საზოგადოების მწვავე რეაქციის გათვალისწინებით აღნიშნული გეგმები ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი. საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას ღიად პირველად დაუპირისპირდა და საპასუხოდ რეგიონში ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისის შექმნით საოკუპაციო ძალამ გაატარა სადამსჯელო ზომები. მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა რუსეთის ანექსიური პოლიტიკა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართაც. ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მიმდინარე ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო პროექტების მიზანს საზოგადოების დაშორიშორება და სამშვიდობო პოლიტიკისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 37, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 36 შემთხვევა. რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა თამაზ გინტურის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას, ასევე ვიტალი კარბაიას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით პაშარულის საქმეების ობიექტური გამოძიება და სასჯელი განესაზღვრა საქმის ფიგურანტი პირების მიმართ.
უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესთან ერთად ეგრეთ წოდებული გადასასვლელების პერიოდული ჩაკეტვით კვლავ იზღუდებოდა გადაადგილების თავისუფლება და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლეოდათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. ოკუპაციის და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში დგამდა აქტიურ ნაბიჯებს. სამსახური წარმატებით ახორციელებდა უსაფრთხოების ზომების კოორდინაციას და შეძლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას. სამსახური პრინციპულად იცავდა საქართველოს პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებზე. აქტიურად მუშაობდა სამსახური უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებად ყველა შესაძლო მექანიზმების გამოყენებით. 2024 წელს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს 68 მოქალაქე, მათ შორის 38 ოკუპირებულ აფხაზეთში, ხოლო 30 ოკუპირებულ ცხინვალში. სურს ასევე აღნიშნო, რომ 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი უწყების ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა 15, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ასევე 15 პირი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა გონივრულ და შესაძლებელ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებების დასაცავად, რომ დაზარალებული პირები უკანონო პატიმრობიდან სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდნენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა. უსაფრთხოების სამსახური მუდმივად აორგანიზებს მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგაციების და მედია ორგანიზაციების ვიზიტებს საოკუპაციო ხაზზე, ოკუპაციის და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. 2023 წლის მსგავსად 2024 წელსაც საქართველოში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ზალადობრივი გზით შეცვლის მცდელობებს. პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხოური დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ პროცესების ეგრეთ წოდებულ მაიდანიზაციას, იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების ბლოკირება და ცენტრალურ გამზირებზე ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობა. დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინაში მებრძოლი კონკრეტული ქართველები, რომლებიც აფიქსირებდნენ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში აქტიური ჩართულობის მზაობას და განიხილებოდა ასევე მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმებიც. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებული მუქარის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს გადასვლის ინსცენირების და სხვა მეთოდებით ცდილობდნენ სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა დემორალიზებას და მათ პროვოცირებას. მათი ამოცანა იყო შეექმნათ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდა და უმართავი პროცესები. სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ ასევე მზადდებოდა 2024 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. მათი გეგმები მოიცავდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარების მაქსიმალურად დაძაბვას, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი და მოჰყოლოდა პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მათ შორის არსებულ საფრთხეებზე საზოგადოების დროული ინფორმირების გზით მოხერხდა დესტრუქციული პროცესების თავიდან აცილება და ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. 2024 წელს კონდაზორითი საქმიანობის ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების
დაინტერესების სფეროების, მისწრაფებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების და სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენას. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტების შექმნას. ამ კონტექსტში მათ ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და მათ ლიდერებთან კავშირების დამყარება და მათი შესაძლებლობების გამოყენება პოლიტიკური პროცესების მათთვის სასურველი სცენარით წარმართვის მიზნით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობდნენ გამოეყენებინათ ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, მათი მხრიდან გამოვლინდა გაზრდილი ინტერესი და მსვლელობები პოლიტიკურ პროცესებში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩასართავად. აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად. გამოიკვეთა გარკვეული ჯგუფების გააქტიურება სეპარატისტული და ნაციონალისტური იდეოლოგიის გავრცელებისა და შესაბამისი განწყობების შექმნის მიზნით. სპეცსამსახურების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს ძალოვან უწყებებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობები. მიმდინარე საფრთხეების საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახურის მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა პროცესებზე დაკვირვება და ოპერატიული ვითარების კონტროლი. გრძელდებოდა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი სუბიექტების ნაციონალისტური და სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში ჩართული ძალების გამოვლენა და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო პროცესების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისეთი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების გამოვლენაზე მუშაობას, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი რისკის სუბიექტების კონტრსადაზვერვო გადაფარვა და მათი დაცვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურული თუ ტექნიკური შეღწევისგან. სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით მოხერხდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი არაერთი ღონისძიების განეიტრალება. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ასევე განსაკუთრებით გაიზარდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის მასშტაბი. მუდმივ რეჟიმში ამის საპასუხოდ სამსახური ახორციელებდა საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული კამპანიების მონიტორინგს. გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი სხვადასხვა სახის ორგანიზაციები, მედია საშუალებები, სოციალური ქსელის ანგარიშები, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა დესტრუქციული კამპანიების წარმოება. არსებული გამოწვევების გასანეიტრალებლად გავატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების თანამშრომლების და მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენის მიზნით ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლის და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველთა შესწავლას. გრძელდებოდა აქტიური მუშაობა ნებართვის მიღების საკითხში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხელშემწყობი პირების, მათი კავშირების და შესაძლო უკანონო საქმიანობის გამოვლენის მიზნით. მიგრაციული ნაკადების კონტროლის და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. 2024 წელს საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩებოდა ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმოებული კიბერშეტევითი და კიბერსადაზვერვო ოპერაციები. საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა მძიმე და საშუალო სირთულის 173 კიბერინციდენტზე, რომლებიც განხორციელდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების წინააღმდეგ. აღნიშნული სუბიექტების კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ასამაღლებლად უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით 2024 წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი ტრენინგი და განხორციელდა შეღწევადობის ტესტირების კუთხით არაერთი შესაბამისი აქტივობა. ხაზგასმას იმსახურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებს, 2024 წელს კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმისგან და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეები. გლობალური მასშტაბით ძირითადი გამოწვევები კვლავ ისლამურ სახელმწიფოს და ალ-ქაიდას უკავშირდებოდა, თუმცა რეგიონული თვალსაზრისით უსაფრთხოების გარემოს ასევე აზიანებდა სხვა ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობებიც. 2024 წელს უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით ატარებდა პრევენციულ ღონისძიებებს, ახდენდა კონტერორისტული მექანიზმების დახვეწას და ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების გზების შემდგომ გაუმჯობესებას. ტერორისტთა ბრძოლის სფეროში გატარებული კომპლექსური ზომების შედეგად ქვეყანაში არ დაფიქსირებულა ტერორისტული ფორმირებები თუ სტრუქტურირებული ჯგუფები, ადგილი არ ქონია საქართველოსთან ტერორისტული მიზნებით გამგზავრების, ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგმარი დახმარების ფაქტებს. ასევე მაქსიმალურად შეიზღუდა რადიკალურ ექსტრემისტული იდეოლოგიის შესაძლო გამავრცელებელ პირთა აქტივობები. პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდებოდა სახელმწიფო საზღვრის კონტერორისტული სკრინინგი და მუდმივად კონტროლდებოდა მიგრაციის არხები. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული კონტერორისტული ძალისხმევის შედეგად საქართველო კვლავ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო შეფასებებში თუ რეიტინგებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში საქართველოს კონტერორისტული საქმიანობა ტრადიციულად კვლავ პოზიტიურადაა შეფასებული და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად სახელდება. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის ყოველწლიურ ანგარიში გლობალური ტერორიზმის ინდექსი საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალ ქვეყნებს მიეკუთვნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს. 2024 წელს უსაფრთხოების სამსახური როგორც ტერორისტთან ბრძოლის სფეროში უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე უწყება ეფექტიანად ახორციელებდა ეროვნული კონტერორისტული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას. სამსახურის კონტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლისამართლის 9 საქმეზე, ხოლო სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს 2024 წელს უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის და მესამე ქვეყანაში ტრანზიტის აღკვეთა და ასევე 2025 წლის მაისში ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლი აზერბაიჯანის მიერ ტერორისტული დანაშაულისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. აქტიურად ტარდებოდა ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, გრძელდებოდა კორუფციისადმი მოწყვლადი ჯგუფების და სფეროების იდენტიფიცირება, ისევე როგორც საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შემცირება აღმოფხვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლისამართლის 23 საქმეზე და ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა 39 პირი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სასამართლოში წარმართული საქმეებიდან არც ერთ მათგანზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, რაც მიუთითებს სამსახურში არსებულ გამოძიების მაღალ სტანდარტზე. ასევე მსურს აღნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებული იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგად საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. 2024 წელს კორუფციული და სამოხელეო დანაშაულების გამოვლენა აღკვეთის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ზომების გატარებას. ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სხვადასხვა რაიონის თვითმმართველობებში და უნივერსიტეტებში ჩატარდა შეხვედრები კორუფციულ დანაშაულზე საჯარო მოხელეების და სტუდენტების ცნობიერების ასამაღლებლად. 2024 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ინსტიტუტებთან.
მონაწილეობა მიიღო სამსახურმა როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, ასევე ნდობის ჯგუფში გამართულ სხდომებში. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სახალხო დამცველთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან. კანონმდებლობის შესაბამისად შეუფერხებლად გასცემდა როგორც ცალკეული მოქალაქეების, ისე არასამთავრობო სექტორის და სხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას. უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოგეხსენებათ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობას და უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის განმავლობაში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გრძელდებოდა ეფექტიანი და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახურის ძირითად პარტნიორებს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სპეცსამსახურები წარმოადგენენ და ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული ურთიერთობები და თანამშრომლობა აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის პარტნიორ უწყებებთან. 2024 წლის განმავლობაში სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობდა პარტნიორებთან ოპერატიული და ანალიტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების რისკების შეფასების, კონცადაზვერო, ტერორისტთან ბრძოლის და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ამასთან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას პარტნიორ სახელმწიფოებთან. 2024 წელს სამსახურმა განახორციელა შესაბამისი პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ 7 და უწყებაჩორისი თანამშრომლობის შესახებ 3 შეთანხმების პროექტზე. უწყებაჩორისი თანამშრომლობის ფორმატში უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის შესაბამის უწყებაჩორის ფორმატებში. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას, რაც მათ შორის სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და უწყების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოიცავს. ადამიანური რესურსების მართვის კუთხით ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება და ამავდროულად საუკეთესო უნარჩვევების მქონე ახალი კადრების მოზიდვა და მათი იმ მიმართულებით დასაქმება, სადაც შესაძლებელი არის მათი უნარჩვევების მაქსიმალური რეალიზება საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. ამ მიზნით 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა უსაფრთხოების სკოლის და უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის პროექტები და აღნიშნული პროგრამებიდან მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები გადანაწილდნენ სამსახურის ქვედანაყოფებში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 2024 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შექმნილ სამაგისტრო პროგრამაზე მოხდა სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება და უნდა ითქვას, რომ ამ პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, ისევე როგორც დაზვერვის და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სისტემური ცოდნა. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს მომავალში ასევე ხორციელდება დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ინტეგრაცია. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემის შემდგომ კონსოლიდაციას და აგრეთვე კოორდინაციის და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას. მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში და შესაბამისად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის ჩვენი უწყების მიერ 2024 წელს გაწეული კომპლექსური საქმიანობის მოკლე მიმოხილვა, რომლის უკან დგას ჩვენი ოფიცრების დიდი შრომა და ძალისხმევა და უსაფრთხოების სამსახური მისი ღირსეული პატრიოტი პირადი შემადგენლობით ყოველთვის იქნება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების და მისი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მზად ვარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ვფიქრობ რომ ძალიან ვრცლად, დეტალურად და შინაარსით სავსე იყო ეს მოხსენება. დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენ როგორც გითხარით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ხო დავწადეთ ბატონო ირაკლი, პარლამენტის რეგლამენტის 34 მუხლის მე-11 პუნქტის
შესაბამისად, განსაკუთრებით შემთხვევებში კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ დავხუროთ სხდომის კითხვა-პასუხის რეჟიმი, შესაბამისად, დახურულ რეჟიმში ვიმსჯელოთ კენჭის ხდით აღნიშნული საკითხების შესახებ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს დახურული სხდომა, ვინაიდან დეპუტატებს აქვთ გარკვეული კითხვები და ვთხოვ, რომ შესაბამისად მომზადებული იქნეს დარბაზი, ამიტომ ვაცხადებ ტექნიკურ შესვენებას 2 წუთით. პატივცემულო კოლეგებო, ვფიქრობ, დახურულმა შეხვედრამ ძალიან საინტერესო ჩაიარა, იყო ძალიან საინტერესო კითხვები და მადლობა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა, ისე როგორც ანგარიშის შესახებ, მიმდინარე გამოწვევებზე, მიმდინარე საფრთხეებზე, აქ საუბარი შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საუბარი შეეხებოდა დღევანდელ რეგიონში არსებულ ვითარებას, მიგრაციის საფრთხეებს. მოკლედ ძალიან საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი ჰქონდა და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დაუბრუნდით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე, კენჭაყრელი საკითხები გვაქვს და აქედან გამომდინარე ვუყაროთ კენჭი დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს. პირველი საკითხი ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და აქვე არის თამდივი კანონპროექტები, რომელიც განხილვაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით და არის პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ. მადლობა, ერთხმად მიღებულია. მეორე საკითხი ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებია საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილობისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ასევე თამდევი კანონპროექტები აღნიშნულის განიხილება დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე. და ასევე მესამე საკითხი კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ანგარიშს და ჩვენ დადებითად უნდა შევაფასოთ ეს ანგარიში და ამის მხარდაჭერას ვთხოვთ. კიდევ ერთხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას უსურვებ წარმატებულ საქმიანობას, მადლობას ვუხდი იმისთვის, რასაც ისინი ამ ქვეყნის სამსახურში აკეთებენ. ისინი, რა თქმა უნდა, დახურულ ფორმატში ძალიან ბევრ ღონისძიებას ახორციელებენ და შეიძლება ჩვენთვის და მოსახლეობისთვის არ იყოს აღქმა იმ უდიდესი სამუშაოსი, რაც ისინი აწარმოებენ და მინდა უსურვო მათ წარმატება, უსურვო მათ ოჯახებთან ერთად წარმატებული საქმიანობა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს ბატონ ანდრეი ოხანაშვილს, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე წარმოგვიდგენს მიმდინარე 2024 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს. ვინ არის მომხრე, რომ დადებითად შევაფასოთ წარმოდგენილი ანგარიში? ერთხმად დადასტურებულია. კოლეგებო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. სხდომა დახურულია. მადლობა.